ყველა გამონაყარი სახეზე აკნე არ არის. მითები დავამსხვრიოთ. აპარატმა დამიდგინა რა ტიპის კანი მაქვს, ხო? ეს გარკვეულწილად რაღაც მარკეტინგული ხრიკი არის. როზმარინი, ხო? არაფერს არ შუება საერთოდ, თმის წვენისთვის ძალიან პოპულარულია, გარუჯვა და ულტრაისფერი სხივები აკნეს სამკურნალოდ არ გამოიყენება. აი, სახში გაკეთებული? ხო, სახში გაკეთებული საშუალებებით, რაც რა თქმა უნდა არის დიდი შეცდომა. ესე ადვილად ვერ შევეგუებით იმ ყველა საფეხურს, რომელიც ძალიან მოგწონს ჩვენ დილის და საღამოს რუტინაში. აკნე სერიოზული დაავადება, იმიტომ რომ სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე. ტრიგერები არსებობს, smoking-ი, ანუ თამბაქო, სიმსუქნე, სტრესი, ალკოჰოლიზმი, ანუ ჭარბადალევა. კომედონების მექანიკურ ამოღებას არ აქვს გამართლება. ავერსის ნორევას და თქვენს კოლაბორაციაზე. ძალიან საინტერესო პროექტია. არ მქონდა ილუზია და არ მქონდა ის რომ ნორევას ლაბორატორია ამაზე დაგვთანხმდებოდა. კონკრეტული აკნეს ხაზი შეიქმნა თქვენი ჩართულობით. ამ პროდუქტში იქნა ჩემს მიერ ჩასმული, ჩამატებული ფიტროლიუმი. მაგალითად, აქედან ჩემს მიერ ამოღებული იქნა პარფიუმი. პარფიუმი არის ცუდი პროდუქტი. ქართული მენტალიტეტი ცოტა ისეთია, იმიტომ რომ კაცს ლაზერული ეპილაცია გაეკეთებინა, ეგეთი რაღაც ალბათ იყო ძალიან იშვიათი. ეპიზოდის სპონსორია ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს, მე ანა ვარ ტყებუჩავა და დღევანდელი ეპიზოდი არა მხოლოდ ქალებისთვის, ვფიქრობ მამაკაცებისთვისაც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ვისაუბრებთ კანზე, მის ჯანმრთელობაზე და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ როდესაც კანი არ არის მწყობში, კანს რამე პრობლემა აქვს, ძალიან მოქმედებს ჩვენზე, გარდა იმისა, რომ კანი ჩვენი ორგანოა და მასზე უნდა ვიზრუნოთ და ეს ჩვენი ვალდებულებაა მის ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, მეყოლება სტუმარი, რომელიც თავისი პროფესიიდან გამომდინარე მოგწევს, რა თქმა უნდა, რჩევებს და მე არ გეტყვით, როგორ უნდა უმკურნალოთ აკნეს, გილოცავთ. იქამდე კი მადლობას გადავხდით ჩვენს სპონსორს Ashley Home Stories, რომელიც საქართველოში გვთავაზობს ამერიკული ხარისხის ავეჯს, როგორც ჩვენი სახლისთვის, აგარაკისთვის და ოფისისთვის და ასევე მადლობა ორნაბიჯს და შეგახსენებთ, რომ ორნაბიჯს აქვს შესანიშნავი აპლიკაცია და თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ თქვენთვის ნებისმიერი ნივთი, ნებისმიერი პროდუქტი და იცარგებლოთ იგივე შემოთავაზებით, რასაც მაღაზიის ქსელში წაწყდებით. და სამწუხაროდ სულ ეს იყო ჩვენი სპონსორები, ასე რომ გადავალთ ჩვენ სტუმარზე. დარწმუნებული ვარ, ყველა იცნობ, ძალიან ბევრი პაციენტი ყავს. ბატონი ზაზა თელია, დერმატოლოგი, ვენეროლოგი და მედიცინის დოქტორი. მადლობა პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. და მიხარია რომ პირადად გაგიცანით, რა თქმა უნდა, შორიდან გიცნობთ, ესეთი კულტურა ჩამოყალიბდა, რომ რაღაცა გარდატეხის ასაკში თუ რაღაცა პრობლემების დროს მივდივართ პროფესიონალთან და ვიღებთ მის რჩევებს და მხოლოდ Facebook-ით არ ხელმძღვანელობთ. მოგესალმებით. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, პატივია ჩემთვის თქვენს გადაცემაში სტუმრობა. დიდი მადლობა. კარგით, გადავიდეთ საქმეზე. კანის ტიპის განსაზღვრაზე არის თუ არა საჭირო? რომ აუცილებლად მიმართოთ პროფესიონალს, რომ გავიგოთ როგორი ტიპის კანი გვაქვს. იქნებ არის რაღაცა დაბალბიუჯეტიანი საშუალება ან რაღაცა ესეთი ხრიკი. კი, სხვათა შორის აქ შეგვიძლია გარკვეული ტიპის ისიც დავამატოთ ამ საკითხს. ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ტიპის აპარატები, ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩემთანაც მოსულა პაციენტი და მე გავიკეთე გამოკვლევა და აპარატმა დამიდგინა რა ტიპის კანი მაქვს, ხო? ეს გარკვეულწილად რაღაც მარკეტინგული ხრიკი არის. სახეს დებენ გარკვეულ ტიპის აპარატზე ესე და ის ახდენს ესე გამოკვლევას რეალურად. ხო, ეხლა ეს არ არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ამით დავადგინოთ კანის ტიპი. კანის ტიპის დადგენა კლინიკურად ხდება, ასე ვთქვათ. კლინიკურად ნიშნავს, ანუ დახედვით რეალურად. რა თქმა უნდა, დახედვა უნდა განახორციელოს გამოცდილმა დერმატოლოგმა. ეხლა შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე შეხედოს და უთხრას, რომ შენ ესეთი ტიპის კანი გაქვს, მაგრამ აქ გამოცდილება ძალიან დიდ მნიშვნელობას
თამაშობს. მათ შორის სტატისტიკურადაც ჩემთან როცა მოსულა პაციენტები, აი უპირატეს შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ მე ესეთი ტიპის კანი მაქვს. ან მე ვიცოდი, რომ ესეთი ტიპის კანი მქონდა, არა და რეალურად არ აქვს ესეთი ტიპის კანი. შესაბამისად, თვითონ ჩვენ თუ სახის კანზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილი სახის კანია, ნუ მათ შორის ხშირად უფრო უპირატესად ქალებში, იმიტომ რომ ქალები აი სტატისტიკურად უფრო ბევრ პროდუქტებს მოიხმარენ, ქალებს უნდათ რომ ბევრად უფრო უკეთესი სახის კანი ჰქონდეთ. მრავალფეროვანი რუტინა. ხო, და ამისათვის აკეთებენ ყველაფერს. რაც უნდა აკეთონ და რაც არ უნდა აკეთონ კიდე, ხო. ამიტომ თვითონ ზოგადად აი რეკომენდაცია რაც ჩვენს მაყურებელს შეიძლება მივცეთ არის ის რომ უპირატესად ჯობია რომ კანის ტიპი დაადგინოს დერმატოლოგმა და შემდგომ იმის მიხედვით უკვე მივიღოთ ჩვენ რაციონალური რჩევა. აი ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ რაციონალური მიდგომა მოვლის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი ბევრს გონია რომ აი ბევრი პროდუქტების გამოყენება არის მისი კანისთვის სარგებლის მომტანი. არა და ესე არ არის და ასეთი ადამიანები, რომლებიც აი ესეთი გრძელსაფეხურიან მოვლას ახორციელებენ, უპირატესად იზიანებენ კანს და მერე ხვდებიან ხოლმე დაზიანებული კანი დერმატოლოგთან. ამიტომ რაციონალურები უნდა ვიყოთ. კი ბატონო, ამაზე აუცილებლად ვისაუბრეთ უფრო დეტალურად, იმიტომ რომ ესე ადვილად ვერ შევეგუებით იმ ყველა საფეხურს, რომელიც ძალიან მოგწონს ჩვენ დილის და საღამოს რუტინაში და საინტერესოა რომლით ვავნებთ და რომელიც უბრალოდ სიამოვნებს იმ მომენტში, რომ რაღაც უბრალოდ შეშუპება მოიხსნას ან რაღაც. და ეს საინტერესო თემაა. თუმცა მინდა კითხოთ, კანის ტიპი გვაქვს თქვათ რაღაცა კომბინირებული ან გამომშრალი, მაგრამ რამდენად იცვლება სეზონების მიხედვით? შეიძლება თქვათ ზამთარსვანარი კანის ტიპი ქონდეს, ზაფხულსვანარი? კი, სეზონის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, განსაკუთრებულად არა, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს. ანუ აქ რა იგულისხმება, მაგალითად ზამთრის პერიოდში, როდესაც ტემპერატურა ეცემა, ასევე ტემპერატურასთან ერთად ტენიანობაც ეცემა, იმიტომ რომ შიდა გარემოში სახლებში, როდესაც გათბობას ურთავთ, ეს ტენიანობის შემცირებას უწყობს ხელს და ამ შემთხვევაში ეს მიდრეკილება, ანუ ეს ეგრეთ წოდებული ტრიგერია იმისა, რომ კანი შეიძლება გამოშრეს. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც მაგალითად აწუხებთ უფრო მშრალი კანი ან მგრძნობიარე კანი. აი ესეთი სეზონურობა ცხიმიან კანზე უფრო ნაკლებად აისახება და ნორმალური ტიპის კანზე, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც ახასიათებთ უფრო მშრალი, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი, ან აი პირობითად აწუხებთ ისეთი დაავადება, როგორც არის ატოპიური დერმატიტი, მათ შორის აი ჩვენს შვილებში, ბავშვებში ხშირია, იმიტომ რომ ატოპიური დერმატიტი ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში ვლინდება ხოლმე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სეზონურობას მნიშვნელობა აქვს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ცივი ამინდები, სიცივე, ტენიანობის დაცემა ეს ყველაფერი უფრო აპროვოცირებს და აუარესებს მდგომარეობას. ამიტომ ამ თვალსაზრისით სეზონურად უფრო ყურადღება უნდა იქნას მიქცეული, უფრო ისეთი ბრჭყალებში აგრესიული მოვლა არის უფრო საჭირო. აი გაზაფხულზე მაგალითად აკნე უფრო შეიძლება რომ უფრო გაუარესდეს და უფრო მეტი ყურადღება მოითხოვოს კანის მოვლა. ჩვენ თუ ამბობთ რომ მაგალითად ისეთი დაავადებები, როგორც არის ატოპიური დერმატიტი შეიძლება ზამთრის პერიოდში გაუარესდეს, ანუ აკნეს ესეთი სეზონურობა არ ახასიათებს. აკნე მუდმივად აი ესე გრძელდება სეზონების მიხედვით, ანუ არანარი გავლენა ამას არ აქვს რეალურად. ერთადერთი შეიძლება ვთქვათ, რომ აი ზაფხულის პერიოდში თუ კონკრეტულად პაციენტი, რომელსაც აწუხებს აკნე, წავიდა და ინტენსიურად გაირუჯა, ანუ რუჯი მიიღო, აი რუჯის მიღებასთან ერთად შეიძლება ადამიანმა დააფიქსიროს, რომ შეუმსუბუქთა უფრო მდგომარეობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარუჯვა და ულტრაისფერი სხივები აკნეს სამკურნალოდ არ გამოიყენება. არ შეიძლება ეს უფრო აუარესებს პერსპექტივაში უფრო აუარესებს მდგომარეობას, ხო. ამიტომ შეკითხვაზე პასუხი არის ის, რომ არა, აკნეს სეზონურობა არ ახასიათებს. აკნე ყოველთვის გვხვდება და დამოკიდებულია გარკვეული ტიპის სხვა
ტრიგერებზე, ანუ სხვა ფაქტორებზე. გარდატეხის ასაკიდან იწყება თუ შეიძლება მერეც კონდეს ადამიანს? აი ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს ხო, აი ყველაზე ხშირი შეცდომა არის, აი მაგალითად მოვიდა პაციენტი, მშობელი მოიყვანა, შვილი შემოვიდა საკონსულტაციო ოთახში და რა გაწუხებთ, აი გამონა ასაკობრივია, ხო? აი ანუ შეკითხვა რიტორიკული, ასაკობრივია, ხო? ხო, აი ეს ასაკობრივი სიტყვა ჩემი აზრით, აი ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, არის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი სიტყვა ადამიანებისთვის და ეხლა ავხსნი რატო. როდესაც ადამიანებს ჩაესმით ეს სიტყვა, რომ აი ასაკობრივია, ან მეზობელმა უთხრა, ან პირობითად აფთიაქში ფარმაცევტმა უთხრა, ან მეგობარმა ექიმმა უთხრა, რომელსაც არ აქვს ის განათლება, რაც დერმატოლოგს სჭირდება, ხო? აი ამ ასაკობრივით ეს ავტომატურად პაციენტში იმ აღქმას აკეთებს, რომ რადგან ასაკობრივია, ესე იგი გაივლის. კი ბატონო. და შემდგომ გადადებენ ხოლმე პროფესიონალთან კონსულტაციას ვიზიტს, ანუ დერმატოლოგთან ვიზიტს. და ესეთი ბავშვები მე, ესეთი თინეიჯერები ძალიან ზარალდებიან, არა მარტო თვითონ აკნე არ არის მარტო რაღაც კანის დაავადება. აკნე სერიოზული დაავადება, იმიტომ რომ სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე. აქ უამრავი კვლევებიც არის ჩატარებული, რომლის ასოცირება ხდება ხოლმე ნეიროფსიქიატრიულ პრობლემებთან, სუიციდის მცდელობებთან, ანუ ადამიანები, მათ შორის თინეიჯერები, რომლებსაც აკნე აწუხებდათ, მათ ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობები. წარმოიდგინეთ, რა დაავადებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ ის რომ ჩვენ აკნეს დაუძახოთ ასაკობრივი, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ამით იზარალდება თვითონ პაციენტი. კარგავს რეალურად იმ ძვირფას დროს სამკურნალოდ. ეხლა მაშინ შეიძლება დაისვა შეკითხვა, რატო დაარქვეს ასაკობრივი. ასაკობრივი იმიტომ დაარქვეს, რომ სტატისტიკურად, რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად აკნე იწყება გარდატეხის ასაკში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკის გასვლასთან და გარდატეხის ასაკის გადალახვასთან ერთად ადამიანს გაუვლის. ჩვენ თუ ავიღებთ პირობითად 100 პაციენტს, 100 პაციენტიდან შეიძლება 50-60 პაციენტი იყოს თინეიჯერი, აკნეთი, დანარჩენი 40-30 პაციენტი იყოს გარდატეხის ასაკის შემდგომ განვითარებული აკნეთი. ამიტომ თვითონ აკნეს არ აქვს ასაკი. ვიღაცას ეწყება 10 წლის ასაკში, ვიღაცას 13-ის, ვიღაცას 30 წლის ასაკში. არსებობს რაც უბრალოდ სახეზე გამონაყარი და აკნე განსხვავდება ერთმანეთისგან? დიფერენცირება აუცილებელია, იმიტომ რომ არსებობს დაავადებები, რომლის დიფერენცირება ხდება ხოლმე და სხვათა შორის მათ შორის ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ დერმატოლოგსაც შეიძლება შეეშალოს ერთმანეთში. არის სხვადასხვა ტიპის დაავადება, მაგალითად პირობითად, აი ფოლიკულიტი. ანუ თმისძირის ანთება. აი სხვათა შორის თმისძირის ანთება, ფოლიკულიტი ყველაზე ხშირია გარუჯვის შემდგომ. აი ზაფხულის სეზონის შემდგომ, როდესაც ბრუნდებიან ხოლმე ქალაქში პაციენტები, გარუჯულები, მაგ დროს არის სტატისტიკურად ფოლიკულიტი თმისძირის ანთება ძალიან ხშირი. ძალიან გავს ვიზუალურად. რო შეხედოთ, აი ეგრეთ წოდებული ჩირქოვანი ტიპის ელემენტები. ეს მამაკაცებში წვერზე არის საუბარი თუ? ყველგან შეიძლება, ანუ მაგალითად ქალებში შეიძლება კისერზე და გულმკერდზე განვითარდეს. თმისძირის ანთება ქვია ფოლიკულიტი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არ არის აუცილებელი, რომ სადაც ვიზუალურად თმას ვხედავთ, მაგ განვითარდეს. თმა ყველგან გვაქვს, აბსოლუტურად ყველას, მათ შორის ქალებსაც აქვს სახეზე, უბრალოდ ვიზუალურად არ ჩანს, ხო. კი ბატონო. ამიტომ აი დიფერენცირება მნიშვნელოვანია, ანუ ეს აკნეა, ფოლიკულიტია თუ როზაცეა მაგალითად, აი როზაციასაც ესეთი ჩირქოვანი გამონაყარი. როზაციასაც ჩირქოვანი გამონაყარი შეიძლება თან ახლდეს. ან შეიძლება კიდე სხვა დაავადებები იყოს. დერმატოლოგია არის ყველაზე დიდი დარგი მედიცინაში. 2000-ზე მეტი დაავადება არსებობს დერმატოლოგიაში. ყველა სხვა დარგი რო ავიღოთ ერთად, ესე ერთად ჩამოვთვალოთ ყველა სხვა დარგის დაავადებები, დერმატოლოგია გადაწონის. იმდენი დაავადება დერმატოლოგიაში წარმოიდგინეთ. ამიტომ ვიღაცას დერმატოლოგია გონია ადვილი. ყველაზე რთული დარგია მედიცინაში. ერთ-ერთი ყველაზე რთული დარგია მედიცინაში, იმიტომ წარმოიდგინეთ 2000-ზე მეტი დაავადება. და
უპირატეს შემთხვევაში კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებით დიაგნოზის დასმას ვერ ახდენ. უპირატესი დიაგნოზები არის კლინიკური დიაგნოზები. ანუ შენი თვალით და შენი ცოდნით უნდა დახედო პაციენტს და ისე დასვა დიაგნოზი. შესაბამისად, ყველა შეკითხვაზე პასუხი, ყველა გამონაყარი სახეზე აკნე არ არის, მაგრამ სტატისტიკურად, რა თქმა უნდა, უფრო უპირატესად აკნე გვხდება ხოლმე. ერთი მარტივი რჩევა შემილია, აი არაპროფესიონალებს მივაწოდო, რა შეიძლება იყოს აი მიმანიშნებელი რო აკნეა, თუ ჩვენ ვხედავთ კომედონებს, ანუ ფერის მჭამელებს, ფერის მჭამელა შეიძლება იყოს შავი, ანუ ღიათავიანი, ან დახურულთავიანი, აი კანქვეშა. კი ბატონო. ეს უკვე ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს აკნე. ეს იგულისხმება უკვე ცოტა დიდ კომედოგენზე და არა, ვთქვათ, ნიკაპზე და იმაზე თეთრი. აი უყურეთ, თქვენ გულისხმობთ ცხვირზე რო ფილამენტები. კი, რაღაც. ხო, რო არ შეგვეშალოს, ეს აბსოლუტურად სწორი აღნიშვნა იყო. არსებობს ცხიმოვანი ფილამენტები. ცხიმოვანი ფილამენტები ყველას აქვს. აი მაგალითად, აბსოლუტურად მე თქვენს გავთ. ხო, უპირატესად იცის ხოლმე აი ცხვირზე, ну ზოგჯერ აი შუბლის შუა ნაწილში და შეიძლება ნიკაპზე იყოს. ცხიმოვანი ფილამენტები აკნეს არ ნიშნავს. ეს ნორმალური ანატომიური მდგომარეობაა კანის. მე ვსაუბრობ შავი, ცოტა უფრო მოზრდილი ზომის ფერის მჭამელებს. აი ფერის მჭამელა ქვია ამას და ფერის მჭამელის არსებობა უკვე ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს აკნე. სხვათა შორის აღქმა ზოგჯერ არ ხდება ხოლმე სწორად. აი მაგალითად პაციენტი ყოფილა, რომელსაც აქვს აკნეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ტიპის ელემენტები არის დახურულთავიანი კომედონები, ეგრეთ წოდებული კანქვეშა. და აი ყოფილა პაციენტი, რომ ვერ აღიქვავს, უამრავი კანქვეშა დახურულთავიანი კომედონი აქვს. ეს ითვლება რთული ფორმის აკნეთ და რომ მკითხო, ანუ არაფერი არ აწუხებს, ანუ მე არაფერი არ მჭირს, ანუ არ მაქვს აკნე და კანქვეშა კომედონები რაღაცა სხვა გონია. და შეიძლება დადის კოსმეტოლოგთან და აი მექანიკურად აღევინებს ხოლმე. ეს ძალიან დიდი შეცდომა არის, იმიტომ რომ მე მას ახასიათებს გამრავლება, გაორმაგება ახასიათებს, ხო. ამიტომ თვითონ აი წმენდაზეც რო აქვე ვთქვათ, კომედონების მექანიკურ ამოღებას არ აქვს გამართლება კონკრეტული გამონაკლისების გარდა. აი მაგალითად პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე და ამ მკურნალობის მიუხედავად კანქვეშა კომედონები არ ქრება. იმიტომ როგორც გითხარით, კანქვეშა კომედონების მკურნალობა ყველაზე რთულია. ამ შემთხვევაში ვიხმართ ხოლმე ჩვენს კოლეგებს, კოსმეტოლოგებს და კოსმეტოლოგთან უშვებთ, რომ მექანიკურად ამოიღოს, მაგრამ მკურნალობის გაჩერების გარეშე. მკურნალობა თუ გააჩერა და ისე ამოიღო, უფრო მეტი გაჩნდება. კვებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. აბსოლუტურად ესე არგუმენტირებულად გეტყვის ვიღაცა, რომ აი მე ჭამე თქვათ თხილეული ან რაღაცა და მაყრის და ამიტომ ჯანსაღკვებაზე ვარ. აი რამდენად მოქმედებს აკნეზეც და ზოგადად კანზე, აი ზოგჯერ რაღაც პერიოდი იყო, რომ უარყვეს ეს, რომ მითი არისო და ეხლა ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებ ნამდვილად. ხო, ну მარტივი პასუხი არის, რა თქმა უნდა, რომ ეს არის მითი. იმიტომ რომ აკნე კვებასთან კავშირში არ არის. იმის მიუხედავად, რომ აქ ეხლა შეიძლება იყოს სპეკულაცია, რომ აქ ვიღაცას წაკითხული აქვს რაღაცა კვლევა და იმ კვლევაში ეწერა, რომ პირობითად ნახშირწყლები ან შოკოლადი ან რძის პროდუქტები ლინკი არსებობდა, ანუ ესე კავშირი არსებობდა აკნეს პროვოცირებასთან, მაგრამ ამის მყარი, მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად აკნეს დროს კვებითი შეზღუდვები არ წესდება. იმის მიუხედავად, რომ ასეთი რამ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინტერნეტში მოიძიოს პაციენტმა წაიკითხოს, ან შეიძლება სამწუხაროდ ექიმისგანაც მიიღოს რჩევა. აკნე გენეტიკურად დეტერმინირებული, გენეტიკაში დეტერმინირებული ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქციის შედეგად განპირობებული დაავადება მარტივად რო ვთქვათ, გენეტიკურად კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს კანქვეშ ცხიმოვანი ჯირკვლები, რომელთა ფუნქცია არის, რომ ცხიმი გამოიმუშაოს კანის ზედაპირზე სადინრებიდან გამოვიდეს და მას აქვს დანიშნულება, რომ დაიცვას ჩვენი კანი, დაატენიანოს და ასე შემდეგ. აი, ვისაც აკნე აწუხებს, იმ პაციენტებში ეს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა არის გასმაგებული. ამას აქვს გენეტიკური ხასიათი. და რა თქმა უნდა, აქვე
დაურთავ იმას, რომ თუ შინაგან ფაქტორებთან კავშირზე არის საუბარი, ხშირი არის კიდევ ხოლმე კვების გარდა, რომ კუჭ-ნაწლავს უკავშირებენ. ეს კიდევ უფრო მეტი მითია და კიდევ უფრო მეტი ტყუილია. იმიტომ რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები აკნესთან კავშირში ნამდვილად არ არის. წარმოიდგინეთ, როგორი პარადოქსია, რომ არიან პაციენტები, აი მათ შორის მართლა შეიძლება თვე არ გავიდეს, რომ ესეთი პაციენტი არ იყოს. აი მაგალითად გუშინწი მყავდა პაციენტი ქალბატონი, აი ესეთი პრობლემით. წარმოიდგინეთ, ქოლეცისტექტომია გააკეთებინეს, ანუ ნაღulis ბუშტი ამოიჭრა ამ ქალმა, იმიტომ რომ უთხრეს, რომ შენ გამონაყარი რაც გჭირსო სახეზე ნაღulis ბუშტის ბრალიაო. კი, ეს ხშირად ამოჭრა არა, მაგრამ ნაღulis ბუშტის გაღიზიანებასთან ხშირად აკავშირებს. ეს ხალი წავიდა, ეკოსკოპია გაიკეთა, ეკოსკოპიაზე მართლაც იქ ნაღulis ბუშტში ქვები იყო. გაიკეთა ოპერაცია, ოღონდ იმ მოტივით კი არ გაიკეთა, რომ ის აწუხებდა. იმ მოტივით პირველი მოტივი ის იყო, რომ სახეზე აწუხებდა გამონაყარი. წავიდა, გაიკეთა ოპერაცია, ეგონა რომ გამონაყარი გაუვლიდა და რა თქმა უნდა არ გაუარა, იმიტომ რომ არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან. და ეს ქალბატონი ეხლა რამოდენიმე დღის წინ მოვიდა ჩემთან ვიზიტზე. და მე მომიწია იმის თქმა მისთვის და მტკიცება, რომ ის ნაღulis ბუშტის ოპერაცია ტყუილა გაიკეთა რეალურად. აი ესეთი პარადოქსები არსებობს, ამიტომ არ შეიძლება ზოგადად ადამიანს ურჩიო ისეთი რაღაცა, რაც არ გესმის. ახლა მედიცინა ძალიან დიდი დარგია. ყველას, მათ შორის ექიმს ვერ ეცოდინება ყველაფერი, გამორიცხულია ესეთი რაღაცა. ამიტომ ეს არ არის სირცხვილი, რომ ექიმას თქვას, რომ იცი რა, მე არ ვიცი, არ არის ჩემი სფერო, ან რაღაცა არ ვარ გარკვეული და აი სხვას მიმართე, ან რაღაცა გავერკვევი საკითხში და მერე დაგიბრუნდები, ესეთი რაღაცა. ჩვენს დღევანდელ რეალობაში ახლა აქ საუბარი პროფესიონალებზე კი არ არის, ექიმებზე, არაპროფესიონალებზე, ანუ ინტერნეტში ისეთ კომენტარებს და ისეთ იმას ვაწყდები ხოლმე, რომ ეს აი პირდაპირ მნიშვნელობით დანაშაულია, როგორ შეიძლება პაციენტ ჯანმრთელობაზე გვაქვს, ხო, ეს ხო არ არის ავტომობილი, რომ აი ურჩიო, რომ იმასთან მიიყვანე ზეთი გამოცვალე და ავტომობილს უშველის, ხო, ჯანმრთელობაზე ვსაუბრობ. როგორ შეიძლება ურჩიო ისეთი რაღაცა, რაშიც ვერ ერკვევი, ან გგონია, რომ ერკვევი, ხო, ვერ ერკვევი, არ არის ეს რეალურად სწორი. შესაბამისად, აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ კუჭ-ნაწლავთან არ არის, რა თქმა უნდა, კავშირი. ერთადერთი შინაგანი ენდოგენური საკითხი, რაც აკნესთან კავშირში შეიძლება იყოს, ოღონდ ისიც მხოლოდ ქალებში, კაცებში არა, ეს არის ჰორმონები. ხო, იმიტომ რომ ანდროგენები, ეს არის მამაკაცის ჰორმონები და მამაკაცის ჰორმონების სიჭარბე ქალებში ერთ-ერთი ტრიგერი არის ზუსტად აი ამ აკნესი და ხშირ შემთხვევაში ესეთ ქალებს აკნესთან ერთად კიდევ აქვთ სხვა კომორბიდული დაავადებები, აი მაგალითად ჰირსუტიზმი, თმიანობა, თმის ცვენა, ჭარბი წონა, მეტაბოლური სინდრომი, ინსულინ რეზისტენტობა, შავი აი სხვადასხვა ტიპის ჰორმონალური ენდოკრინული პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს. შესაბამისად, ერთადერთი კვლევა, აი გამოკვლევა, რაც შეიძლება აკნეს დროს დაიგეგმოს, ისიც მხოლოდ ქალებში, ეს არის ზუსტად აი ჰორმონების შესწავლა. კაცებში აკნეზე კვლევები არ კეთდება, არც ქალებში არ კეთდება, ერთადერთი აი გამონაკლისის გარდა. სტრესი რამდენად მოქმედებს? ეს სტრესი თუ შეიძლება გამძაფრთეს? არა, სტრესსაც ვერ ჩავთვლით, არის გარკვეული ტიპის დაავადებები, რომლების ტრიგერიც არის სტრესი. აი მათ შორის მაგალითად ფსორიაზი. კი ბატონო. ხო, ფსორიაზის ტრიგერები არსებობს, აი 4-ეული არსებობს, დიდი 4-ს ვეძახით, პირველ ადგილზე დგას smoking-ი, ანუ თამბაქო, მეორეზე დგას obesity, ანუ სიმსუქნე, მესამეზე დგას სტრესი და მეოთხეზე დგას ალკოჰოლიზმი, ანუ ჭარბად დალევა. სტრესი აკნეს ტრიგერად არ ითვლება. აკნეს ტრიგერი უფრო არის ხოლმე იატროგენული საკითხები. იატროგენული საკითხი ნიშნავს აი გარედან გამოწვეული საკითხები. მათ შორის ხშირად ქალებში. რას გულისხმობ? მაგალითად, ლაზერული ეპილაცია. თმის მოშორება ლაზერით. მაგალითად, კანის მოვლის პროდუქტების ხშირი ცვალებადობა, სახის მასაჟი. სახის მასაჟის კი, სახის მასაჟი. მე მაგალითად მყავს პაციენტი,
რომელსაც სამწუხაროდ დაემართა ტრავმა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, ეს ახალგაზრდა ქალი ჩაწოლილი იყო, მწოლიარე ის ქონდა რეჟიმი 3 თვის განმავლობაში. ეს თვითონ მომიყვა ვიზიტზე როცა იყო და დრო მქონდაო და არ ვიცოდი რა მეკეთებინაო და ინტერნეტშიო შემხვდაო ვიდეო რომ სახის მასაჟების გაკეთება დავიწყე გაკეთებაო. აი კლასიკური ზუსტად სადაც მასაჟი იკეთებდა ზუსტად იმ ადგილას განვითარებული აკნე დახურულ თავიანი კომედონებით. აი მე როგორც წეგამ თქვი, ყველაზე რთული ტიპის მიმდინარეობის აკნე, ანუ დახურულ თავიანი კომედონებით მიმდინარე აკნე დაემართა მასაჟი. აკნე საერთოდ არ ქონდა და ჩვენი არასწორი მოქცევით აკნე გამოვიწვიოთ. საერთოდ არ ქონია, ცხოვრებაში არასდროს არ ქონია ამ ქალს აკნე, საერთოდ ცხოვრებაში არასდროს. მასაჟის კეთება დაიწყო დაემართა აკნე. ხო, ამიტომ იატროგენული საკითხები, როგორც ესე მასაჟი, ზეთების გამოყენება, აქვე უნდა ითქვას მისაღებად გარკვეული ტიპის ვიტამინები და დანამატები, ასევე ტრიგერია აკნესი და ეს საკითხები უფრო მეტად ფიქსირდება ქალებში. კაცებში უფრო ფიქსირდება ხოლმე ეგრეთ წოდებული muscle building supplement-ების მიღებით განპირობებული აკნე, აი კუნთის გაზრდის ხარჯთვის რო იღებენ აი სხვადასხვა ტიპის დანამატებს, მაგასთან და მულტივიტამინებს მაგასთან ასოცირებული შეიძლება იყოს. და რაღაცებს რო იღებენ კიდე რაღაცა. სხვადასხვა ნებისმიერ აი დანამატებზე არის საუბარი, რომელიც პირიდან მისაღებ პრეპარატებზეა საუბარი რა. კარგით. ესენი გავიგეთ. ეხლა უნდა კითხოთ კიდევ ეგეთი მითი SPF-თან დაკავშირებით. რაღაც ესეთი მითი არსებობს, რომ თქვათ გამონაყარზე კიდე რაღაცას რო ვისვავთ, ცხიმიანს, თქვათ, აი იგივე გოგოებში ხა მაკიაჟს რო ვიკეთებთ, თითქოს თქვათ აი მძიმე ტონალური მკვებავი, თითქოს უფრო აცხიმიანებს და შეიძლება ამ შემთხვევაში პუდრი უფრო რეკომენდებული იყოს. აი ესეთი მითებიც არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში SPF-ზე მინდა კითხოთ, ოღონდ ზუსტად იგივე მიზეზით. ხშირად იკავებენ თავს მის გამოყენებას, მზისგან დამცავის იმის გამო რომ კიდევ დამატებით არ გააცხიმიანოს კანი. ზოგჯერ ძალიან ის არის ხოლმე 30-იანი, 100-იანი და 30-ის ზემოთ უკვე საკმაოდ ცხიმიანია და მიზეზი მესმის. გარკვეულ ლოგიკაში ჯდება. ანუ რას გულისხმობ ახლა მე? როდესაც გვაქვს ცხიმიანი კანი, ან აკნესკენ მიდრეკილი კანი, კიდე ზედმეტად მექანიკურად ისედაც დახშული ფორების დახშობა კარგი არ არის. ამიტომ ესეთი ტიპის ესეთ ადამიანებს ურჩევთ ხოლმე რომ ძალიან მინიმალისტური მოვლის რუტინა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მზისდამცავი უნდა ამოაგდონ. უბრალოდ უნდა იქნას სწორად შერჩეული. მაგალითად, საუკეთესო ვარიანტი ამ შემთხვევაში იქნება დამატენიანებლისა და მზისდამცავის გაერთიანება. ანუ ერთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც ორი ერთშია. ანუ თან ატენიანებს, თან მზისგან იცავს. და უპირატესად რეკომენდებული ასეთი ცხიმიანი კანის შემთხვევაში გამოყენებული იქნას lotion-ები, აი lotion, ანუ ლოსიონი. არა მალამოს სახით, არა კრემის სახით, არამედ ლოსიონის სახით, ანუ კონსისტენცია კრემს. მზისგან დამცავს გულისხმობთ, ხო? ხო, დამატენიანებელი და მზისდამცავი ერთად უბრალოდ უპირატესად ჯობია რომ იყოს არა კრემოვანი, არამედ უფრო ლოსიონის ტიპის, ან იყოს გელის ტიპის, ხო, ფიზიკური და ქიმიური მზისგადამცავი. ეს თვითონ მზისდამცავებზეა საუბარი, ხო. ეხლა თუ ჩვენ ფიზიკურს და ქიმიურ მზისდამცავებზე ვისაუბრებთ, აკნესკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში გააჩნია პაციენტი მკურნალობაზე იმყოფება თუ მკურნალობაზე არ იმყოფება. თუ მკურნალობაზე არ იმყოფება, ასეთი ტიპის პაციენტისთვის უმჯობესია უფრო ქიმიური ფილტრაციის მზისდამცავი. თუ მკურნალობაზე იმყოფება, უფრო ფიზიკური ჯობია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იმანის და აუცილებლად იმანის უნდა გამოიყენოს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ცხიმიანი აკნესკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში რუტინა უნდა იყოს ძალიან მარტივი და მე ურჩევ ხოლმე, რომ გაერთიანებული სახით იქნას გამოყენებული დამატენიანებელი და მზისდამცავი და ზევიდან უკვე თუ დამფარავის გამოყენება სურს ადამიანს, ესეც შეიძლება მზისდამცავთან გავაერთიანოთ. ხო, აი თინთინდარი ხოლმე შეფერილი, ან BB-სისი კრემი, რომელიც შეიცავს მზისდამცავს. თუ ჩვენ ვიყენებთ make-ups, ანუ სამაკიაჟო საშუალებებს, აი ჩვენ ურჩევთ ხოლმე, რომ დააკვირდნენ 3 ფრაზას. და როგორც წესი, ნორმალური ბრენდის სამაკიაჟო საშუალებებს ეს აწერია. ერთი პირველი ვაკვირდებით რომ იყოს oil free. მოკლედ ზეთი ცუდია რა. ანუ ასეთმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ზეთისგან შორს. მათ შორის
თმის ზეთიც. ანუ აი მაგალითად იმიტომ რომ აქ რო ისმებს ხო, აი მაგალითად მე მყავს პაციენტი, რომელიც თმის ცვენის გამო საერთოდ უსარგებლო, აი ძალიან ცნობილია ზეთები, იყენებენ ხოლმე, მათ შორის აი როზმარინი, ხო? არაფერს არ შუება საერთოდ, თმის ცვენისთვის ძალიან პოპულარულია. როზმარინის ზეთს ან სხვა ზეთებს აბუსალათინის ზეთს იყენებენ სკალპზე და დაეწყო სახეზე გამონაყარი. იმიტომ ტრიგერია. ჩამოდის რეალურად და აპროვოცირებს. ხო, აი ესე იგი ზეთი შორს რა, ანუ ასეთმა ადამიანმა ზეთი არ უნდა გამოყენოს, იმიტომ რომ კომედოგენურები, ეს სიტყვა ვისწავლე როგორც. ხო, კომედოგენური არის რეალურად ზეთი და მაგიტომ აი ესე იგი პირველი ფრაზა oil free, კი ბატონო. აი მეორე ფრაზა non comedogenic, ანუ არა კომედოგენური უნდა ეწეროს. და მესამე ფრაზა აწერია ხოლმე მათე ფორმულა. ანუ მათე ფორმულა. ხო, არ პრიალებდეს და მატირებული არ პრიალებდეს, ხო. ეს არის სამი ფრაზა, რომელსაც ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მაკიაჟით არ უნდა დაიძინოს. ხო, ეს ადამიანმა დაბანა განახორციელოს მინიმუმ 2 ჯერ დღეში. დასაბანის საშუალებაც for oily skin, ანუ ცხიმიანი კანისთვის უნდა იყოს და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მოვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მოვლა არ არის მკურნალობა. ეხლა თუ აკნე აწუხებს და დაავადება ჭირს, უნდა მივიდეს დერმატოლოგთან, რომ დერმატოლოგმა დაუნიშნოს მკურნალობა. აი ამ რუტინაზე მინდა ვისაუბრო, რა არის ის მინიმალური, რაც სჭირდება ჩვენკანს? მოკლედ რაციონალური მიდგომა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაციონალურ მიდგომაში იგულისხმება, რომ მინიმალისტური რუტინა, ეს არის კლინსერი, ანუ დასაბანის საშუალება, მოისჩურაიზერი, ანუ დამატენიანებელი საშუალება, sunscreen, მზის დამცავი. ნუ ამას შეიძლება მეოთხე დაემატოს, თუ მაკიაჟი იყენებს ადამიანი და კლინსერი დასაბანით ვერ იშორებს კარგად, შეიძლება მიცერალური წყალი ჩართოს. აი ჩამოვიბანოთ აუცილებლად მიცერალური, ხო? აი არის კიდე პოპულარული ძალიან ზეთოვანი დასაბანები, ზეთოვანს არ ურჩევ ხოლმე, მე მიცერალური ჯობია. ეს არის აი ეს რუტინა, ესე იგი 3+1 მიცერალურს თუ დავამატებ. გასაგები. აი რაც შეეხება ის ძალიან სწორი აღნიშვნა იყო შენგან, რომ ადამიანები როდესაც რაღაც აწუხებს და უკვე იცის რომ აკნე ჭირს, იღებს ხოლმე რჩევებს რეალურად, ან სოციალური ქსელიდან, ან ვიღაცებისგან, მეგობრისგან, რომ ანუ აი მაგალითად პირობითად აი რეტინოიდი ძალიან კარგი ყოფილა აკნეზე და იწყებს რეტინოიდის გამოყენა. მე იქ ვიღაცამ უთხრა რომ სალიცილის ბჟავაა ძალიან კაი და სალიცილის ბჟავასაც ამატებს. მე ეუნება გლიკოლის ბჟავა მესამე, ამას ყველაფერს ერთად აკეთებს. ეხლა სალიცილის ბჟავა, რეტინოიდი, გლიკოლი ერთად, ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან მაღალი რისკია კანის გაღიზიანების. თან არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ქალის კანი ბევრად უფრო სენსიტიურია, მგზნობიარეა და მიდრეკილია გაღიზიანებისკენ. აი როგორც წესი ბარიერს იზიანებენ ხოლმე. კანის ბარიერი თუ დაზიანდა, აი მე როგორ არის, იცით? ყველაფერზე რეაგირებს რა ესეთი ადამიანის კანი. რაც არ უნდა სენსიტიური მგზნობიარე კანის მოვლის საშუალება შეარჩიოს ადამიანმა, ვეღარ ეგუება ვერაფერს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. და რა არის ესე იგი რჩევა, რა შემიძლია მივრჩა. პირველი, თუ იცის რომ აკნე ჭირს, არ გამოიყენოს ესეთი საშუალებები, ჯობია მიმართოს დერმატოლოგს და დერმატოლოგისგან აიღოს დანიშნულება. იმიტომ რომ ის თუ დაიწყებს აი ეს რჩევებით, აი იმის გამოყენებას, იმის ერთად ყველაფრის, მაღალი ალბათობით კანის ბარიერს დაიზიანებს. ეს ერთი. მეორე, აი ეს მოვლის რუტინა უნდა იყოს ძალიან მინიმალისტური, რაციონალური. და ნუ ეხა მესამე კიდე სამწუხაროდ არის ხოლმე ჩვენთან საქართველოში რომ რაღაცა გარკვეული ტიპის დაუდგენელ და რაღაცა საშუალებებით მკურნალობას მიმართავენ რა. ხო. აი სახში გაკეთებული ხო, სახში გაკეთებული საშუალებებით, რაც რა თქმა უნდა არის დიდი შეცდომა მარტივი რაღაცის გამო, ხო? ჩვენ არ ვიცით ის ვინც ამას ამზადებს, შიგნით რას უშვება, რა ინგრედიენტები. არა ქიმიური დანამატები და შეიძლება კიდევ იმ მცენარეულმა ზოგს გვირილაზე აქვს საშინელი ალერგია. აი ესეც არის ხოლმე შეცდომა დაშვებული და მე აბრალებენ რომ აი რა ვიცი ნატურალური არის, ვითომ ის არის ეკოლოგიურად სუფთა არის, თუ რა ვიცი კიდე 1000 რაღაცებია ხოლმე მარკეტინგში შეფუთული და ეს ერთი მე უფრო მეც გეტყვი. შეიძლება ის ადამიანი შედის აფთიაქში, ყიდულობს სტეროიდულ ჰორმონალურ მალამოს, იმ ჭუბიდან ასხავს, თავის რაღაცეებს ურევს, ჰორმონ სტეროიდს ადგილობრივი გამოყენებით აქვს ძლიერ მოქმედი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ამას ფუთავს
აძლევს პაციენტს, ეს ადამიანი იწყებს გამოყენებას გამონაყარზე, სტეროიდი ჰორმონი მომენტალურ შედეგს აძლევს, იმიტომ რომ ანთებითი ელემენტი რო არის, ჰორმონი რო წაისვა, მეორე დღეს, მესამე დღეს შეიძლება გაქრეს. და სავალალო შედეგებამდე მიდიან ესეთი პაციენტები. ემართებათ მერე როზაცეა, კანის ატროფია, ბარიერის დარღვევა და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის აბსტინენციის სინდრომი. ყველაფერი გავიქე. ხო, აბსტინენციის სინდრომი არის, ესე იგი, ეს ძალიან ცუდი რამეა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს და სხვათა შორის ძალიან ხშირია, ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირია. ეს არის, როდესაც ადამიანი ვიღაცის რჩევით ან თვითნებურად ან არასწორი დანიშნულებით ჰორმონალურ მალამოს იყენებს სახეზე, კანი ეჩვევა ამ ჰორმონს და აბსტინენციაში გადადის და მე ამ ჰორმონის მოხსნით კატასტროფა ხდება და ეს პაციენტი იძულებულია კიდე ეს ნარკოტიკი აბჭყალებში მიაწოდოს თავის კანს და მიდიან წრე იკვრება ხაფანგის პრინციპი და აქედან პაციენტის გამოყვანა არის ურთულესი. აი ესეთი რეალობის წინაშე ვართ. ამიტომ აი ძალიან ფრთხილად და რაციონალურად უნდა იყოს ადამიანი. ყოველთვის რჩევა უნდა მივიღოთ პროფესიონალისგან. მეც ახლა ვარ ექიმი, მაგრამ მედიცინაში ყველაფერი კი არ ვიცი, რა თქმა უნდა. რაც არ ვიცი, იმაზე მე ვერ დავიწყებ, რომ ანუ აი მე ეს ასეა და ასე. ამიტომ პროფესიონალისგან უნდა იქნას რჩევა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ რა. დიდი მადლობა და ზუსტად მაგ მიმართულებით უნდა გკითხოთ, ეხლა ჩვენ აქ ნორევას პროდუქცია გვაქვს. ავერსის ნორევას და თქვენს კოლაბორაციაზე. ძალიან საინტერესო პროექტია, მე ჩაწერე რამდენიც გკითხეთ და კიდევ უფრო მეტად გამიხარდა თუ ამ დონეზე მოხდა თქვენი ჩართულობა. რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად რო გვითხრათ, კონკრეტული აკნეს ხაზი შეიქმნა თქვენი ჩართულობით თუ კიდე სხვადასხვა ხაზები არის? სხვათა შორის რა შეიცვალა კიდე შემადგენლობაში ეგეც რო გითხრათ. ნუ ეს გარკვეული იდეის დონეზე დიდი ხნის განმავლობაში მსგავსი რაღაც იდეა მქონდა, რომ ეხლა როდესაც ჩართული ხარ და ამ კანის მოვლის საშუალებებს ეცნობი და მათ ინგრედიენტებს შემადგენლობას, აი რაღაცები მოგწონს, რაღაცები არ მოგწონს, რაღაცები უფრო მოგწონს, რაღაცები უფრო ნაკლებად მოგწონს და ასევე ფიქრობ რომ აი მოდი რაღაცებს ამოვიღებდი, ან რაღაცებს ჩავამატებდი. აი ერთი სიტყვით რო თქვა, აი ეს პროექტი ზუსტად ამას მოიცავდა. ანუ იდეის დონეზე იყო, სხვათა შორის გულწრფელად არ დაუმალავდა, არ მქონდა ილუზია და არ მქონდა ის რომ ნორევას ლაბორატორია ამაზე დაგვთანხმდებოდა. ხო, იდეის დონეზე იყო. ხო, უცნაურია, რატო უცნაური? იმიტომ რომ ეს არის ფრანგული ბრენდი, სერიოზული ბრენდი, რომელსაც აქვს თავისი უზარმაზარი ლაბორატორია და ქარხანა საფრანგეთში, აწარმოებს კანის მოვლის საშუალებებს და ეხლა ჩვენ აქედან სხვა ქვეყნიდან, საქართველოდან რაღაცა ინგრედიენტების შესწორებები და მოდიფიცირებაზე რო გაუკეთეთ, ასე ვთქვათ, შეთავაზება, არ მეგონა, რომ ისინი ამაზე დაგვთანხმდებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ დაგვთანხმდნენ და ძალიან დიდი დამსახურება ამ ყველაფერში ავერსი ფარმასი და დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რომ ამ პროექტის ნაწილი მე გავხდი. მოკლედ, პროექტი რას გულისხმობდა? ანუ შეთავაზება იყო ჩვენგან, რომ ჩვენ კონკრეტული გარკვეული ტიპის პროდუქტების ინგრედიენტების, ანუ შემადგენელი ნივთიერებების მოდიფიცირებას განვახორციელებდით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რამე ახალ ფორმულას კი არ გამოვიგონებდით, ახალ ფორმულას. ფორმულები რაც არის, იქიდან რაღაცებს ამოვიღებდით, რაღაცებს ჩავსვავდით, რომ უფრო გაუმჯობესებული რა ყოფილიყო ეს და საბედნიეროდ დაგვთანხმდნენ. ამაზე ჩემს მიერ მოხდა კონკრეტული მოვლის პროდუქტების ამ ინგრედიენტების მოდიფიცირება, რაღაცები ინგრედიენტები ამოვიღე, რაღაცები ჩავამატე. შემდგომ ეს ასე ვთქვათ, ეს მომზადებული პროექტი გავუგზავნეთ ნორევას საფრანგეთში და დაიწყო ლაბორატორიული ქიმიური ანალიზი, ანუ კვლევა ჩატარდა იმისათვის, რომ ზოგადად, როდესაც ესეთი ტიპის პროდუქტები სანამ გამოვა გაყიდვაში, ყველა მათგანი გადის კვლევებს სტაბილიზაციაზე, ანუ რამდენად სტაბილურია პროდუქტი, რომ ანუ არ გაფუჭდეს, ხო? ერთი ეს არის და მეორე ეფექტურობა და უსაფრთხოება. აი სამი კუთხით. ეს კვლევები მიმდინარეობდა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
კვლევის შედეგი იყო ის, რომ პროდუქტები, ჩვენს მიერ მოდიფიცირებული პროდუქტები არის სტაბილური, ეფექტური, უსაფრთხო და შემდგომ უკვე დაგვიდასტურეს, რომ მზად იყვნენ, რომ გამოშვებაში ჩაეშვათ, ასე ვთქვათ. და აი ესე შეიქმნა ეს პროდუქტები და საბედნიეროდ, სავარაუდოდ და საბედნიეროდ ეს პროექტი ალბათ გაგრძელდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა ჩვენს მიერ მოდიფიცირებული 3 პროდუქტია ხელმისაწვდომი, რაც არის, მაგრამ ეს პროექტი გულისხმობს კიდე სხვა ბევრ პროდუქტებს, რომლებზეც ჯერ არ მომხდარა გაყიდვაში ჩაშვება რა რეალურად. რა პროდუქტებია, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ? აქ გვაქვს ჩვენ ექსპრეს პროდუქტები, როგორც მეხუთი ყველა, ხო? კი, მაგალითად, აი ეს, ხო, აქ არ არის მარტო ცხიმიან კანზე განკუთვნილი პროდუქტები, მაგალითად, აი ეს, რაც მე ახლა ხელში მიჭირავს, ეს არის ნორევას ქსეროდიანის AP+ კრემი. ეს არის განკუთვნილი გრძნობიარე, მკვეთრად გამომშრალი ან ირიტაციული, ანუ გაღიზიანებული კანისთვის, რომელიც გამოიყენება ბავშვებშიც, მათ შორის ჩვილებშიც და ნუ ერთს გაგიმხელთ, რომ მაგალითად ამ პროდუქტში იქნა ჩემს მიერ ჩასმული, ჩამატებული ფიტროლიუმი. ფიტროლიუმი არის ვაზელინი, რომელიც არის ერთ-ერთი უნივერსალური და ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი და თან ოკლუზიური საშუალება. ოკლუზიური ნიშნავს, რომ ეკურის კანს და წყალს კეტავს, რომ აორთქლება არ მოხდეს. ამით არის ზოგადად მსოფლიოში ფიტროლიუმი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი და აი ამ იდეის დონეზე მქონდა ეს და მოკლედ ჩავამატეთ და ამის გარდა აი აქ ინგრედიენტების ჩამონათვალი არის, აი აქ ამ მხარეს აწერია. აი აქ. თუ წავიკითხავთ კიდევ ამაში შედის ნახეთ მინერალური ზეთი, გლიცერინი, თუთიის ოქსიდი, წარმოიდგინეთ, ანუ ესე იგი ეს პროდუქტი გაჯერებულია თუთიის ოქსიდით, რომელსაც ანტიგამაღიზიანებელი ეფექტი, გლიცერინი, დამატენიანებელი ეფექტი, მინერალური ზეთი და პლუს პეტროლიუმი. ანუ როგორი მსუყე დამატენიანებელი და სახისთვის და კანისთვის სახეზეც და ტანზეც შეიძლება. ბოთონი რას ნიშნავს? Face, body and ანუ ქვევით შეიძლება იქნას გამოყენებული, ანუ საზარდულის. გასაგებია. ანუ შეიძლება ბავშვებში დატენიანების დროს და საფენების გამოყენების დროს არის. კი, თუთიის ოქსიდი, ხო. ეს მეორე პროდუქტი, ეს განკუთვნილია უფრო. ეს ბიბი კრემია? ხო, ეს არის თინთინ, ანუ შეფერილი მზისდამცავი, რომელსაც ესე იგი 3 ფუნქცია აქვს. ერთი ფუნქცია აქვს, რომ ატენიანებს, მეორე ფუნქცია აქვს, რომ თინთინდარის, ანუ შეფერილია და დამფარავი ეფექტი აქვს და მესამე მაღალი SPF-ი აქვს, ანუ 50. ხო, ეხლა ამაზეშიც გაგიმხელთ, ხო, ეს არის განკუთვნილი ცხიმიანი აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, თუმცა შეიძლება გამოყენებული იქნას ნორმალური ტიპის კანზეც და ამაზე გაგიმხელთ, რომ მაგალითად აქედან ჩემს მიერ ამოღებული იქნა პარფიუმი. ხო, იმიტომ რომ პარფიუმი არის ერთ-ერთი ნივთიერება, რომელსაც აქვს ძალიან ირიტაციული გამაღიზიანებელი ეფექტი და მინიმალურამდე რო შეგვემცირებინა კონკრეტული პროდუქციის გამაღიზიანებელი მოქმედება, ამისათვის იქნა პარფიუმი ამოღებული და ამით არის. რა უცნაურია ხა, პარფიუმი რატომ უნდა იყოს? რატომ უნდა ყოფილიყო? რატომ უნდა საკმაოდ კარგი ახლა მიმზიდველია ადამიანებისთვის. და უყვართ, ხო, აი რაღაცა კარგი სურნელი ასოცირდება რაღაცა კიდე სასიამოვნო პროცესთან რაღაცა კი. პარფიუმი არის ერთ-ერთი ცუდი პროდუქტი კანის მოვლის საშუალებით, ამაში ვთანხმდებით. არ აქვს მნიშვნელობა დასაბანზეა და საუბარი თუ დამატენიანებელზე, პარფიუმი არის ცუდი პროდუქტი. გვაქვს გზნობიარე კანი, არ გვაქვს, ანუ არც ერთში არ არის საჭირო. ხო, აი გზნობიარე კანზე და სიმშრალისკენ მიდრეკილ კანზე განსაკუთრებით საშინელება არის. და ისედაც არ უხდება კანს. და აი მესამე პროდუქტი ეს ჯერჯერობით როგორც გითხარით 3-ზე არის საუბარი, თუმცა ეს პროექტი სავარაუდოდ გაგრძელდება, ეს არის აქტიური 3-1-ში, ესეც არის ცხიმიანი აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის დამატენიანებელი საშუალება. და მესამე პროდუქტი ეს იყო, რომლის მოდიფიცირებაც მოხდა აქედანაც გაგიმხელთ, რომ იქნა პარფიუმი ამოღებული. პარფიუმი. ხო, და ამით გახდა ეს ამ პროდუქტი გამორჩეული და ალბათ სხვა პროდუქტებზეც გავაგრძელებთ რეალურად. ეს უკვე დევს, ანუ არის ეს მოდიფიცირებული პროდუქტები.
ეს მუშა პროცესი მიმდინარეობდა წელიწადზე მეტი. ეს ხა თავისთავად იტესტება თვითონ შემდეგ ლაბორატორიაში, პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში ხომ ამაზე. საფრანგეთში ნორევას ლაბორატორიაში ხდება მათზე უკვე მოდიფიცირებულ პროდუქტებზე სტაბილიზაციის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევების გავლა. ძალიან მნიშვნელოვანი არის მამაკაცისგან რომ მოისმინოთ თავად მამაკაცებმა. აი როგორი რუტინა უნდა ქონდეს მამაკაცებს, რა საკიდან უნდა დაიწყონ. სწორად მინდა ვთქვა, ქართული მენტალიტეტი ცოტა ისეთი არის, იმიტომ რომ რუტინა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაიტენიანო თქვა, თან რაღაცა ტინტიანი დამატენიანებელი იხმარო, მაგრამ დასაბანის საშუალებები, გარდატეხის ასაკში ბიჭებთან, ხშირად წვერის დროს იგივე აი ეს რაღაცა გამონაყარი არის ხოლმე და ამისი მართვა ზოგჯერერიდება, ზოგჯერ ხვენიათ, არის რა რაღაცა მთელი პრობლემები და მშობელმა შეიძლება ვერ დაიმორჩილოს ბავშვი ამ შემთხვევაში. ალბათ თქვენგან ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით მათთვის რჩევების მიცემა. ხშირად მე ვადარებ ხოლმე თმის ლაზერული ეპილაციის პროცედურას ამას, ხო? აი თუ ჩვენ გადავხედავთ პირობითად აი 10 წლის ან 15 წლის წინ როგორი იყო და კაცებში ახლა კაცები კაცს ლაზერული ეპილაცია გაეკეთებინა, ეგეთი რაღაც ალბათ იყო ძალიან იშვიათი. ეხლა რო შევხედოთ, ხო, უამრავი კაცი იკეთებს, ხო, ლაზერულ ეპილაციას, იშორებს არასასურველ თმას, ხო, ეხლა რა ვიცი, ტანზე არასასურველი თმა, რა ვიცი, მე მგონი წესით შემაწუხებელი უნდა იყოს კაცისთვისაც, ხო? ამიტომ მე ისი თქმა მინდა რა. სპორტსმენებისთვის ძალიან რა თქმა უნდა, სპორტსმენებისთვის ფეხებზე, როდესაც იქ ხდება მასაჟი და თმა შემშლელია, ხელი შემშლელი ფაქტორი. აი ასე შევადარებდი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ტენდენცია რა თქმა უნდა ჩანს და ეს ძალიან კარგია, რომ კაცებიც ნელ-ნელა კანის მოვლის, ასე ვთქვათ, სწორ საფეხურებს ახორციელებენ, მაგრამ რო ვთქვათ, რომ რაღაცა განსაკუთრებულად განსხვავდება მეთქი ქალი და კაცი ამ კუთხით, არ განსხვავდება. როგორც ქალს, ასევე კაცს ჭირდება რაციონალური კანის მოვლა, ეს არის დაბანა, დატენიანება მზისგან დაცვა რეალურად, ეს არის და ეს. ნუ ეხლა აქ თუ ჩვენ იმას დავამატებთ, რომ ზოგიერთი კაცი ატარებს წვერს, წვერის მოვლის საშუალებები იქნას შეიძლება გამოყენებული, სულ ეს არის რეალურად. ანუ რაღაცა განსხვავება და რაღაცა ესეთი დიდი ის არ არსებობს მათ შორის რა. ეხლა მას ჩაგეკითხებით, თუ ზეთი არ არის რეკომენდებული და გამონაყარზე და წვერზე ხშირად არის ხოლმე გაღიზიანებული. აი წეგან რო თმის ძირის ანთება უფრო წვერიანი მამაკაცების სახე უფრო გამახსენდა ვიდრე ქალების. თუმცა მე კი ახსენით შესანიშნავად და ამ შემთხვევაში წვერის მოვლაზე უფრო რა არის ხოლმე რეკომენდებული? თუ მამაკაც რომელიც ატარებს წვერს აწუხებს თან გამონაყარი, წვერზე ზეთი არ უნდა გამოიყენოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმიტომ რომ ტრიგერია, ამიტომ წვერის მოვლისთვის უფრო ჯობია რომ ლოსიონის ტიპის მოვლის წვერის მოვლის საშუალება იქნას გამოყენებული. აჰა, შესანიშნავია. აქვე ბიბი კრემზე კითხო. ბიბი კრემი შეიძლება ხო ამ ტინტიანს დასაფარს საშუალებას უწოდოთ, თუ არა? პრინციპში შეიძლება, ბიბი კრემია beauty balm-ია. ანუ აქ რა არის განსხვავება? დამატენიანებელის პროცენტულობა რამდენად ბევრია და რამდენად ცოტა არის ტონალური? ხო, აი უფრო ბიბი კრემს უფრო ნაკლებ დამატენიანებელი ეფექტი. ეხლა ეს კონკრეტულად BB კრემს იმიჯობია, რომ ამას დამატენიანებელი ეფექტი აქვს, მზის დამცავს ხო შეიცავს და არის შეფერილი დამატენიანებელი. BB კრემს ამიჯობია, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ვამბობ, რომ გავს ერთმანეთს. ჩვენ რო ავიღოთ BB კრემი მზის დამცავიანი და ეს, ნუ გავს ერთმანეთს, უბრალოდ ამაში უფრო დამატენიანებელი მოქმედება მეტი. შესაბამისად ეს უკვე გარდატეხის ასაკში ხშირად ბავშვებს რო ცოტა ვუშლით ხოლმე რაღაცების გამოყენებას ცოტა ესეთი შეფერილობის მქონე არასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს შეიძლება რომ 12-13 წლის ასაკიდან 10 წლის ბავშვმაც 8 წლის ბავშვმაც 9 წლის ბავშვმაც შეიძლება გამოიყენოს რა საინტერესო გამონაყარი ალერგიული გამონაყარი დროსაც შეიძლება დაფარვა ასეთი რაღაცებით კი რა თქმა უნდა შეიძლება რუყები რო წიწილდება კი შეიძლება უბრალოდ აი უნდა ავარჩიოთ სწორად შემადგენლობის მიხედვით. აი ხშირ შემთხვევაში ესეთი საშუალებები მე როგორც თქვით
ხშირ შემთხვევაში შეიცავს ხოლმე პარფიუმს. აჰა, ხო, და აი პარფიუმი არ უნდა შეიცავდეს პარფიუმს. ამ შემთხვევაში ეს მოდიფიცირებული საშუალება არ შეიცავს პარფიუმს. ანუ თუ ამ დაგوار საშუალებას გამოვიყენებთ, რომელშიც არის დამატენიანებელიც, რომელსაც მსუბუქი დაფარვა აქვს და მზისგან დამცავი, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ დასაბანის საშუალება და დილით წავისვოთ მხოლოდ ეს ერთი პროდუქტი. კი, თუ არ საუბრობთ, რომ მკვეთრად გამომშრალი კანია. თუ მკვეთრად გამომშრალი კანია, შეიძლება არ გვეყოს. შეიძლება არ გვეყოს და თუ არ არის გამომშრალი კანი, სამ ფუნქციას ერთად შეასრულებს. აჰა, დროის ეკონომიაც არის და ნაბიჯიანი საფეხურით შეიძლება შესანიშნავი შედეგი მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემი სპონსორია ლარიფანი, რომელიც არის ანტივირუსული ბიოპროდუქტი ლატვიიდან, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვებში ჩვილობიდან და მისი მრავალფეროვანი არჩევანია შეგვიძლია სპრეით თუ მალამოსაღით უფრო მარტივად გამოსაყენებელი არის ბავშვებში გულისხმობ. აქვე აღნიშნავ, რომ მას აქვს ორმაგი მოქმედება, იგი კარგი არის ვირუსის დროს და ასევე ვირუსული იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლაქტაციის, ასევე ორსულობის დროსაც. და გადავიდეთ მითების დამსხვებას. მითია თუ რეალობა, რომ შოკოლადის მიღება ამწვავებს აკნეს? რა თქმა უნდა, მითია. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. საკვები პროდუქტები და კვება და არც კუჭ-ნაწლავი აკნესთან დაკავშირებული არ არის და არ წარმოადგენს მის ტრიგერს. მითია თუ რეალობა, რომ გარუჯვა აკნეს აქრობს? ზოგადად აქტიური ელემენტების დროს ულტრაისფერის სხივები ამ აქტიური ელემენტების გამონაყრის შემცირებას აკეთებს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში შორს თუ ასე ვთქვათ გავიხედებით და პერსპექტივაში დავინახავთ ამ საკითხს, პირიქით უარესია, იმიტომ რომ რუჯის გადასვლასთან ერთად შემდგომ აკნე უფრო მეტად იჩენს თავს, უფრო უარესად ბრუნდება. მითია თუ რეალობა, რომ გამონაყარზე კბილის პასტის წასმა აუმჯობესებს აკნეს მდგომარეობას? მითია, რა თქმა უნდა. მითია თუ რეალობა, რომ ჯანსაღი კვება აკნეს კურნავს? ჯანსაღი კვება აკნეს ვერანაირად ვერ განკურნავს, უბრალოდ აქ ერთს დავაზუსტებ. არაპირდაპირი კავშირით მაგალითად შესაძლებელია ვთქვათ ქალებში, თუ ჩვენ გვაქვს ინსულინ რეზისტენტობა, ინსულინ რეზისტენტობის დროს გოგოებს, ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ ჭარბი წონა და ჭარბი წონა, ინსულინ რეზისტენტობა ამ პაციენტებში ხელს უწყობს ჰორმონალურ დისბალანსს. ანუ ინსულინ რეზისტენტიან პაციენტში, ქალში და გოგოში შეიძლება დაირღვეს ანდროგენები. ანუ ანდროგენების სიჭარბე შეიძლება მივიღოთ და ანდროგენების სიჭარბემ შეიძლება დააპროვოციროს აკნე. რაზეც ვისაუბრეთ. არაპირდაპირი კავშირით წონა. კი ბატონო. მითია თუ რეალობა, რომ ცხელი წყლით დაბანა უკეთესად წმენს კანს? რა თქმა უნდა, მითია, დასაბანად რეკომენდებულია ეგრეთ წოდებული lukewarm water, ეს არის 35-38 გრადუსის ტემპერატურის წყალი. მითია თუ რეალობა, რომ აკნე მხოლოდ ცხიმიანი კანის პრობლემაა? რეალობაა, აკნეს დროს გვაქვს ცხიმიანი კანი, იმიტომ რომ ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი მუშაობა გვაქვს, თუმცა დავაზუსტებ, შესაძლებელია პაციენტს აკნეს დროს არ ჰქონდეს მხოლოდ ცხიმიანი კანი. შეიძლება მას ჰქონდეს კიდევ დამატებით მგრძნობიარე კანი. ან კიდევ ჰქონდეს მაგალითად აკნე ჰქონდეს სახეზე, ანუ ცხიმიანი კანი, მაგრამ ტანზე ჰქონდეს მშრალი კანი, ატოპიური დერმატიტი. ეს არის ყველაზე ცუდი კომბინაცია. ყველაზე ცუდი კომბინაცია მსოფლიოში. აკნე სახეზე, ატოპიური დერმატიტი ტანზე. ძალიან ცუდი კომბინაცია. ნამდვილად. მითია თუ რეალობა, რომ ბუნებრივი სახლში დამზადებული ნიღბები უსაფრთხო არის აკნესთვის? რა თქმა უნდა, ეს მითია, უსაფრთხო ვერ იქნება ვერანაირად. მითია თუ რეალობა, რომ კანის გამოშრობა სწორი გზა არის აკნეს შესამცირებლად? გარკვეულწილად ნახევრად რეალობა, თუ იმას ვიტყვით, რომ ჩვენი მიზანი აკნეს კურნალობის დროს არის ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონების დათრგუნვა. შესაბამისად, ასე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მიზანი არის კანის გამოშრობა, თუ ამას გულისხმობთ. ამიტომ იმის თქმა მინდა, ხო, არა რუჯით, რა თქმა უნდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ აკნეს მკურნალობის ოქრო სტანდარტი
გზა არის ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების დათრგუნვა, რაც თავისთავად იწვევს კანის გამოშრობას. აჰა, გასაგებია. მითია თუ რეალობა, რომ სახის კანის კარგად სკრაბით გახეხვა ამცირებს აკნეს? გადასკრაბვა კანის საერთოდ არ შეიძლება, კატეგორიულად არ შეიძლება, ამით დავიზიანებთ კანს. და მითია თუ რეალობა, რომ აკნე სამუდამოდ განკურნვა შეუძლებელია? მითია, რა თქმა უნდა, აკნეს სამუდამოდ განკურნება შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია პაციენტზე, ეს დამოკიდებულია იატროგენულ ფაქტორებზე, ანუ იმასთან მიმართებაში ვსაუბრობ, რომ როდესაც პაციენტი ჩაიტარებს კუნალობას, შემდგომ შენარჩუნება, ანუ რემისიული სტადია, ანუ რემისია ნიშნავს, როდესაც დაავადება აღარ აქვს რეალურად, ხანგრძლივად შეინარჩუნოს და შეიძლება ეს ცხოვრების ბოლომდე მოხდეს კანის სწორი მოვლით. შესანიშნავია, მე მგონი ძალიან კარგი მითები დავარღვიეთ. აქვე ბოლო კითხვას დაგისვავთ, თუ არსებობს რაღაცა კონკრეტული ასაკი, თქვათ შეიძლება ჩვენ დავდივართ დერმატოლოგთან, კოსმეტოლოგთან. შეიძლება საერთოდ არ გქონდეს პრობლემა და არასოდეს არ მივიდეთ დერმატოლოგთან. არსებობს თუ არა ასაკი, თქვათ, რომ აი გარდატეხის ასაკში, 35 წლის ასაკში, 40 წლის ასაკში, აი რაღაცა ისე თქვენი გამოცლებიდან, რომ აი ამ დროს შესაძლებელია სასურველი იყოს დერმატოლოგთან ვიზიტი. უბრალოდ პრევენციისთვის, უბრალოდ შეიძლება რომ ვერ ხვდებოდეთ რომ რაღაცა გჭირს პრობლემა. პირველ რიგში აუცილებელი არის თვით დაკვირვება. აი მაგალითად არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნები კანზე. აი ასე მაგალითად ნეუსები, ანუ ხალები. ესეთი ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ბევრი ხალების არსებობა ნეუსების კანზე, აუცილებელია პირველ რიგში თვით შეფასება, თვით დაკვირვება წელიწადში 2 ჯერ და შემდგომ რეალურად ეგრეთ წოდებული ჩეკაპისთვის, რომ დერმატოსკოპით მოხდეს შეფასება კონკრეტული წარმონაქმნების დერმატოლოგთან მისვლა. ზოგადად სტატისტიკას თუ შევხედავთ, ნებისმიერი ადამიანი ერთხელ მაინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დერმატოლოგის კონსულტაცია სჭირდება ხოლმე. ეს შეიძლება იყოს პედიატრიულ ასაკში, საბავშვო ასაკში, ან შეიძლება იყოს უკვე მოზრდილობაში. ამიტომ ზოგადად ესე დერმატოლოგთან სიარული ესე არ არის, რა თქმა უნდა, საჭირო, მაგრამ გარკვეულ რაღაცეებთან მიმართებაში, როგორც ადამიანი სხვა ჯანმრთელობისათვის ჩეკაპს, ანუ გარკვეული ტიპის გამოკვლევას იტარებს ხოლმე, ასე შეიძლება მიმართოს დერმატოლოგს, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ გარკვეული ტიპის წარმონაქმნების გაჩენისკენ, იმიტომ რომ ამ წარმონაქმნებს დაკვირვება სჭირდება ხოლმე, რომ არ გამოგვეპაროს ისეთი ვერაგი და ცუდი დაავადებები, როგორც არის მაგალითად კანის სიმსივნე. კი ბატონო, თან რაღაცა გარკვეული ასაკის შემდეგ უკვე თითოეული ახალი უფრო მეტი ყურადღებით არის. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, კი, როდესაც აი 50-60 წელს გადაშორდება ადამიანი, იქ უკვე ზოგადად იმატებს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების განვითარების ალბათობები და რისკები და ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ხოლმე. ამიტომ ნუ შეკითხვაზე პასუხი არის ის, რომ კი ერთხელ მაინც ცხოვრებაში ალბათ კი საჭიროა, იმიტომ რომ ასე არის რეალურად სწორი, რომ რაღაცის პრევენცია მოვახდინოთ. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო, როგორც ყოველთვის. მეც ყველა ჩემ კითხვაზე მივიღე პასუხი და ამისთვისაც დიდი მადლობა და მე ვსურვებ თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს პაციენტებს და გულშემატკივრობთ კიდევ, რომ უფრო წარმატებულად განახორციელოთ ის პროექტი, იმიტომ რომ თავისთავად ეს პროდუქცია ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ამ ეპიზოდსაც ოჯახთან ერთად დავუყუროთ, იმიტომ რომ ხშირად, როდესაც კანი არ არის მოვლილი, ძალიან ცუდად აისახება ხოლმე ჩვენს განწყობაზე და თვით შეფასებაზე. ასე რომ მოусმინეთ პროფესიონალებს და აუცილებლად გაიარეთ ხოლმე პროფესიონალებთან ყველა ის პრობლემა, რაც თქვენ გაწუხებთ და სადაქალოსაც ნუ ვენდობით. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის შემდეგ სამშაბათამდე.